ხშირად მესმის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ერთმა ადამიანმა თანხა გადარიცხა საბანკო ანგარიშზე, რომელიმე ადამიანის სასარგებლოდ და მერე გაირკვა, რომ თურმე იქ რად ნომერში ერთი ციფრი შეეშალა ან ანგარიშის ნომერში და შესაბამისად გადარიცხული თანხა არ მივიდა ადრესატად. რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში? როგორც წესი რაღაცა უნდა უკავშირდებით ბანკს, ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ ბანკი როგორც წესი უარს გვეუბნება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაციის გაუცემლობაზე მითითებით, ბანკი აღარ გვეხმარება აი ამ თანხის დაბრუნებაში. ბანკს ერთადერთი შეუძლია და თუ სთხოვთ მართებული იქნება თავად დაუკავშირდეს აი ამ თანხის მიმღებ ადამიანს და თავად სთხოვოს ეს შეცდომით გადარიცხული თანხები უკან დაგიბრუნოთ. მაგრამ რას ვშვებით იმ შემთხვევაში, თუ ეს მესამე პირი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდება და ამ თქვენს თანხას გამოიყენებს დანიშნულებისამე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ განცხადება პოლიციაში, პოლიციას ვთხოვოთ დაგვეხმაროს აი ამ პირის დადგენაში, რომ არ მივცეთ სისხლისამართლებრივი დევნის მიმართულება, უბრალოდ პოლიცია დავეხმაროთ და მოვიშველიოთ უბრალოდ აი ამ პირის იდენტიფიკაციისთვის და პარალელურად შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში, მათ შორის შეგვიძლია ვთხოვოთ სასამართლოსაც, რომ დაგვეხმაროს აი ამ პირის მონაცემების გამოთხოვაში, რის შემდეგაც უკვე შევძლებთ სასარჩელო წარმოების ფორმით მოვითხოვოთ ჩვენი თანხის დაბრუნება. აღნიშნული სასარჩელო წარმოება ცნობილი არის ქართულ მართლმსაჯულებაში, როგორც უსაფუძვლოდ გამდიდრების უკან გამოთხოვა, რაც გულისხმობს იმას, როდესაც ვიღაცა ადამიანი სხვა ადამიანის ხარჯზე უსაფუძვლოდ მდიდრდება, ესე იგი იღებს შემოსავალს, რომელიც მას არ ეკვნის და იღებს შემოსავალს, რომლის მისაღებადაც მას შრომა არ გაუწევია, უნდა დაუბრუნოს იმ ადამიანს, რომლისგანაც ეს ფინანსური თუ მატერიალური ნებისმიერი სახის სიკეთე მიიღო.